მეხვეწებოდა, როცა ცუდად იყო უკვე რა, სანამ გარდაიცვლებოდა, რომ ერთს გთხოვო, რომ აღარ დალიო. ასე ყველა სუფრებზე არ დალიო, მე ეხლა მინდა სიცოცხლეო, ეხლა იწყებდო ახალ ეტაპს ცხოვრების. არსებობენ ადამიანები, ფარსი ადამიანები არსებობენ. გქონია ცხოვრებაში რაღაც აი დაღმავლობის პერიოდი, ისეთი ხალხი გამქრალა, რომ აი ძალიან ხო გამწარებული ხარ შინაგანა და რატო ღმერთო ამ ხეში ცხოვრობდა მამა იოანე. არც კელი აქონდა არაფერი. ცელოფანი აფარებული ზამთარ ზამთარში გამოანგრევდა თოს ესე გამოდიოდა რა ამ კელიიდან. გამომიტიალდა და მეუბნება რომ მერვე კლასში რომ შენ ის ბავშვი დაჩაგრე, რომელიც საერთოდ არ მახსოვდა. შენ და შენმა მეგობარმა მთელი დღე დაღამე 10 დღის განმავლობაში დედა და თავის თვითონ ეს ბავშვი 24 საათი ტიროდნენ. ეგეთი ხალხი აი გაბოროტებული ხარისვალებით ოღონდ ვინმესთვის რამე აი საფუძველი ვინმესგან ეპოვათ პატარა აი აფქვევდნენ. კიდე ხელისუფლებას ითვალისწინებდა ხალხი თორე ბოლო გადაივსებოდა ამ ხალხის მოთმინება, გამოვარდებოდა მთელი ქვეყანა გარეთ და მან მართლა საშინელება მოხდებოდა რა ამ ქვეყნის ამრევებს ერთ დღეს დაამთავრებდა და დაასრულებდა ხალხი. გამარჯობა, დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ მომღერალი ბექა ჩხაიძე. გამარჯობა, ირინა, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. მადლობთ რომ მომიწვია. შეკიდე დიდი მადლობა რომ მოხვედი. კარგი გადაცემა გაგდა, წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. ბექა, მე შენი ხარ როგორც წარგადგინე როგორც მომღერალი, რადგან მაინც საზოგადოება პირველ რიგში გიცნობს როგორც მომღერალს, ხო? ანუ ეხლა ძალიან აქტიურად ხარ პოლიტიკურად, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. თავიდან დავიწყოთ შენი თავარი პროფესიით, ასე ვთქვა და ძირითადი მიმართულებით, რასაც ქვია სიმღერა, მომღერლობა და მუსიკა, ხო, რაც ალბათ შენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ესე იგი 2000 წელს ჩავაბარე თბილისში, სკოლა დავამთავრე გურიაში, ოზურგეთში. ჩამოვედი თბილისში, გავხდი სტუდენტი და 2001 წელს გურამ თამაზაშვილმა, ქართული ხმების სოლისტმა, ჩემი მამის ვეძახდით. შექმნა ანსამბლი, სადაც მოვხდი, ისედაც ვახლობდით ჩვენ ნათლი მირონები არის ჩემი და გურამის ოჯახი, ან ბაბუა ჩემი და გოგი დოლიძე, იყო გურამის ქალიშვილის ნათლიები არიან და შეიქმნა ანსამბლი მაშინ ზარები და შემდეგ უკვე 5 წელში 2005-6 დაერქვა ანსამბლს ალილო. დიდი შრომის ფასად გავხდით პოპულარულები და წარმატებული ანსამბლი, კვარტეტი ალილო, შემდეგ ანსამბლი იყო და მოკლედ ესე 2018 წლამდე ვიყავი ალილოს წევრი. შემდეგ ვეღარ ხერხდებოდა იქ რეპეტიციები, ვეღარ ვახერხებდი სიარულს და თან ცოტა ისეთი პერიოდი იყო ამ პოპულარობამ მოიტანა უფრო გააქტიურებული ბოჰემური ცხოვრება და მოკლედ ანსამბლიდან წამოვედი 2018-ში. ამ ყველაფერმა თავარი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა გურამიმ და ზოგადად ქართულმა ხმებად დიდმა ზაურიმ ასევე მეორე მამი და მთელი ცხოვრების სავალ ბილიკზე დამაყენა ამ კაცმა რა გურამიმ და ამ სიმღერამ. აქ იყო უნიკალური ურთიერთობები, დღე არ იყო რომ სუფრაზე მისასვლელი არ ყოფილიყავით. არა მე დღეს ვერ ვიხსენებ, ახალგაზრდები ვიყავით, ბოლოს უკვე მეხვეწებოდა, როცა ცუდად იყო უკვე რა, სანამ გარდაიცვლებოდა, რომ ერთს გთხოვო, რომ აღარ დალიო. ასე ყველა სუფრებზე არ დალიო, მე ეხლა მინდა სიცოცხლეო, თქვენ ეხლა იწყებდო ახალ ეტაპს ცხოვრების, რაც მისი შრომის შედეგი იყო და იფრთხილდებოდა, ხო? როგორც ზუსტად როგორც მამაშვილი, ისე იყო ჩემს ცხოვრებაში. არა მარტო ჩემთვის ბიჭებთანაც, მაგრამ ჩემთან მაინც აი 24 საათი ერთად ვიყავით. აი ჩემი ყველაფერი იყო ეგ კაცი და გარდაიცვალა შაქარ, დიაბეტი, ან თვითონაც მაგათმა ცხოვრებაში ესწირეს кейფს და დროსტარებას, ანუ кейფს, სუფრას.
მაგრამ უდიდესი წვლილი შეიტანა აი ის კადრები რაც არის, ქართული ხმები, ის კადრები რაც დევს შემონახულს არის YouTube-ზე, სოციალურ ქსელში, დღემდე უდიდეს როლს თამაშობს მომავალი თაობისთვის და არა მარტო მომავალი თაობისთვის რა. ეს ხალხი უფლის კურთხევით იყო შექმნილი ერთად შეყრილი რა. ეს განუმეორებელი ქართული ხმები და მომიწია ამ ხალხთან ერთად ცხოვრება. ანალოგიური იყო ჩვენიც იქ ემიგრაციაში, საზღვარგარეთ, ემიგრანტებთან იქ აუხსნელი ამბავია 20 წელი რო ყოფილა ადამიანი თავის ქვეყანაში და იმ სახში რო პატიჟებს და იქ მრავალჟამიერს რო იმღერებ, აი არ არსებობს იქ ცრემლის გარეშე, აი ენით აუწერელი სიტუაციაა ეგ, სიხარული თან მონატრება ქვეყნის და ვიყავით ესე რა. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში იყო და არის ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი ყველაფრის ჩემს ირგვლივ რაც ხდება და რაც მოხდება სამომავლოდ. ეს არის სიმღერა. ისე ბავშვობაში ალბათ ქონდა ხო ნიჭი ეს სიმღერის ნიჭი ხო? მქონდა ხო. ოჯახში როგორც პატარა ასაკში და უნიკალური მიშა შავიშვილი, გურული კრიმანჭული, უნიკალური სოფლიო დონის მიშა შავიშვილთან დავყავდი ბაბუა ჩემს და მიშა იყო სხვათა შორის ამ სიმღერის ამბავში ჩემი ნათლია შავიშვილი, გენიოსი. პატარაობაში და შემდეგ უკვე აღარ აქტიურობდი სიმღერის. ანუ არ გიფიქრია ამ ხო არა, არც ვფიქრობდი. მომავალზე. არც ვფიქრობდი. ამ მიმართულებით. სიმღერით არა, არც ვფიქრობდი, იმიტომ რომ იურიდიულზე ჩავაბარე და ნუ გურამიმ ითამაშა დიდი როლი. ქონდა ეს ნიჭი და თან ეხა გურამის ხელში მოხდი და იცი რა მაინტერესებს რომ არა გურამ თამაზაშვილი შენ ფიქრობ რომ აი ეს იყო რაღაცნაირად გამართლება, რაღაც იღბალი. აი თუ შენ თვითონ აი რომ გიფიქრია რომ თუ ეს რო არ ყოფილიყო რას ვიზამდი. მე ყოველთვის დღემდე ვიზახი რა, ყოველთვის რომ გაცილებით 1000 ჯერ და 100 ჯერ უფრო ძალიან მაგარი მომღერლები არ ჩანან არენაზე, სცენაზე. ანუ შეიძლება ცუდი ნათქვამია, მაგრამ ეს პატრონი ანუ ხო, ნუ ხსნირი სიტყვამი და ანუ ჩემზე ბევრად აი გურამის ხელში რომ ისინი მომხდარიყვნენ, მსოფლიოს დაიპყრობდნენ. ადამიანი რომელიც ხელს შეუწყობს, დაინახავს და მე ხელს შეუწყობს. ხო, ყველა საკავს. გურამის დამსახურება ყველაფერი. დაჟე მაშინ ეს 90-იანი წლების რაიონში გავიზარდეთ იქ სხვა ამბავი იყო, ხო ხდება ხა რაიონი ცოტა ის ქონდა რა. ჯერ იურიდიულზე ჩაბარება, მეთქი ეს რა ვქენი და ხო მაშინ მერე ვაკეთ სიმღერა და ეხა რომელწლიანი ხარ? 83. ხო. ანუ 90-იანებში ბავშვი. 90-იანები მომიწია კი გურიაში და იქ. ოღონდ გადარჩი ხო ყველაფერს ისეც ხო? კი, ნაი მართლა რომ გადამარჩი. კი, ნუ ოჯახმა რომ ეს იურიდიულზე აღმოჩნდი, რაზეც ნერვიულობდი, რაღაც მწხვენოდა, ნუ მაშინ ეს შეხედულება იყო რა ვიცი. ესე გავიზარდეთ იქ რაღაცა ქუჩა, სხვა ბიჭბუჭობა, სხვა პერიოდი იყო და მეც მახსოვს. მე სიმღერა და ეხა ღმერთს მადლობას ვუხდი ამ ყველაფრისთვის, რაც მაშინ ჩემთვის მიუღებელი იყო ვითომ და თურმე ღმერთი კარგს გიმზადებს. და რა აღმოაჩინე აი მაშინ რომ დაიწყე უკვე ესე სერიოზულად სიმღერა? არაფერი უკვე იქცა პროფესიად. всё, ანუ ეგ იყო ძირითადი ჩვენი და ეს სუფრას რო ვიძახი, ეხა ყოველდღე სუფრა იყო ეს სუფრები არცეთ სერიოზულ ლექციაზე ნაკლები სუფრა არ იყო. იქ ისეთი საზოგადოება იკრიბებოდა. ეს იყო სერიოზული გაკვეთილი ცხოვრებისეული. აქედან უდიდეს განათლებას ვიღებდით. ამ სუფრებიდან აი თუ კი ვინმე გენიალური პიროვნება არსებობდა საქართველოში, მსახიობი, პროფესორი, ექიმი, ფიზიკოსი, მწერალი, პოეტი, აი ყველასთან ეს სუფრა ცოტა ისეთი ნათქვამიან, ამ სუფრის ირგვლივ იქ ისტორიკოსი, იქ ამბები ხდებოდა, აქ უიღებდით, მე პირადად უდიდესი განათლება მივიღე, არცეთ წიგნზე ნაკლები სიტუაციები არ იყო, იქ არცეთ წიგნზე ნაკლები განათლება არ მიმიღია ამ ყველაფრიდან. ურთიერთობები იყო უნიკალური, აქ რაღაც სასწაული ერთი, რა ვიცი, ძალიან დიდი რამეა იყო ეს სუფრები, არის დღესაც საბედნიეროდ იქ. ყველა სადღეგრძელო იქ, სადღეგრძელოც არის და სადღეგრძელო სხვა ამბავი ხდებოდა იქ რა, ეს იყო უდიდესი რამ.
ისე ხო, ნუ ქართული სუფრა არ არის მხოლოდ ჭამას, მაგრამ საკურველი ეს თელი ინსტიტუტი ასე ვთქვათ, ისეთი ქართული ესეთი სერიოზული ტრადიციული. ძალიან დიდი რამეა ქართული სუფრა, ძალიან ტრადიცია და რავი, ყველა კიდევ ერთხელ ვიზახი, იგი განათლება, ყველანაირი სფეროს ეხები, სადღეგრძელოც დღეს სამწუხაროდ ცოტა რაღაცა ისე უყურებს რაღაც თაობა არის, რომლებისთვისაც დასაცინია საუბედუროდ ეს ყველაფერი, მაგრამ უდიდესი რამეა ქართული სუფრა, ქართული ტრადიციები. აი ალილო ახსენეთ თვითონ სახელი რომ დაერგ ჯერ ზარები ერქვა და შემდეგ და როგორც ვიცი პატრიარქის ინიციატივა იყო ხო? კი, ჩვენ გადავიღეთ 2006-ში თუ 7-ში ქალბატონი მარიკა კვალიაშვილის ნაწარმოებზე გადავიღეთ საშობაო კლიპი. და ეს კლიპი მაშინ არ იყო ეს სოციალური ქსელები ესე არ იყო და იმედის ტელევიზიით იმედმა გადაიყო და იმედის ტელევიზიით გაშუქდა და მაშინ გავფრინდით ჩვენც რა. და პატრიარქმა რო ნახა ეს კლიპი, ისა რა ქვია, ანსამბლის სახელის რო გითხრა და მე პატრიარქმა ალილო ერქვათ ჯობიაო და რა თქმა უნდა კურთხევაც იყო და კურთხევაც და დავირქვით ალილო. ეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა. ძალიან ხშირად გვიბარებდა უწმინდესი ეგვეფერებოდა, გლოცავდა, უყვარს ხოლმე ის ტკბილს გატანს, აი ტკბილი როდესაც მასთან ხარ, სულ სიტყვება წაიღე და დავდიოდით ხშირად და კი, ნუ ის იყო რა. ძალიან კარგი პერიოდი იყო. ისე აი ხა სხვათა შორის მე რამდენი ეპიზოდს წერ და ბევრი მათგან, ანუ ჩემი სტუმრებისგან არის რეგიონებიდან ჩამოსულები. ხო და რისი თქმა მინდა, რომ რეალურად ძალიან ბევრი თუ არა უმრავლესობა ნიჭიერი ადამიანების არიან რეგიონებში, ან თბილისში, მე თვითონ თბილისში დაბადებული გაზრდილი ვარ, ასე რომ არ ეგონოს არავინ ვინმეს რაიმე ესე ვაკნინებ, მაგრამ ხო, ანუ ის რომ ხდება ხოლმე რომ აი რეგიონიდან არის, რაიონიდან არის ესეთი არის არასწორია, ნუ ხო, ვინც იცის ხო, არა, ეს ცოტა მდაბიო ხალხის მიდგომა არის და შენ თუ შენ დედაქალაქში კარს აკეთებ, საიდანაც გინდა იქიდან იყავი. თავარია მოერგო. ხო, და ნუ ძალიან ბევრი ნიჭიერი და შემოქმედი რამდენიც გინდა ეხლა რო ჩამოთვალოთ არ გვეყოფა ხო, მე დღევანდელობაზე ვსაუბრობ, ეხლა რასაკვირველია ის წარსულში და ისტორიულად რასაკვირველია, ხო, ეს უმრავლესობა ალბათ იქიდან იყვნენ სხვადასხვა რეგიონებიდან, მაგრამ ეხლა რაც შეეხება შენ რო ჩამოხვედი, მაინტერესებს მარცხლა, აი ხო განსხვავებული იყო. კი ჩამოდიოდი ალბათ რასაკვირველია, მაგრამ აი როგორ მოერგე, იმიტომ რომ იმ პერიოდში მე მახსოვს ზოგადად უფრო მეტი აი ესეთი დამოკიდებულება იყო სნობური თითქოს რა ეს კი, მისაბა. ხაჩის ესაც ვკითხე მაშინ რა და როგორ კი გეხმარებოდა ბატონი გურამი და იყო ესეთი მხარდაჭერა, მაგრამ აი მაინც გზნობდი თუ არა რაღაც ცოტა ესეთ დამოკიდებულება სახარბიელოს. ზოგადად პატარა ასაკში რო ჩამოდიოდა ხო ოჯახი დადიოდა ხშირად თბილისში ერთი სული მქონდა უკან ანუ ვერ ჩერდებოდი აქ არ იყო ჩემს სად იქ რაიონში სხვა ის იყო არც ყავდა ეხა აქ ისეთი გარემოცვა მაგრამ როდესაც ჩავაბარე უკვე მეგობრებიც ცხოვრობდნენ აქეთ ნათესავები ისეთი ანუ დიდი ხანი თბილისში ცხოვრობდნენ თავიანთი დიდი სამეგობროებით და ანუ უცხო არ იყო რა ანუ ისა ამ ხალხთან ჩემი გაწევრიანება ну გურამა დიდი როლი ითამაშა ეხა კარი არ იყო ჩვენთვის დაკეტილი ნებისმიერი კუთხით და ყველგან რა თქმა უნდა გურამმა ითამაშა დიდი როლი სიმღერამ მაგრამ ისედაც ამ სიმღერის და ასე შემდეგ ამების გარეთაც ურთიერთობები ხა ჩემი ახლობლები ნათესავები მეგობრები უკვე ცხოვრობდნენ აქ და ანუ ესე უცხოდ და მარტო არასდროს არ ყოფილვარ არ გამჭირვებია რომ დედაქალაქში ამედგა ფესვები მაგრამ ყოველთვის ჩემთვის მაინც გურია არის და იქნება პირველი ანუ ხო წეღანას თქვი რატომღაც არსებობს ეს ცოტა ძალიან გაჯობა და გოიმურია ნუ ეს რაღაცა პროვინციიდან ვერაზოს ეგეთი ადამიანი წინ ვერაფრით ვერ წავა რომ რატომღაც უყურებენ ეს რაიონელი ეს სოფლები ჭეშმარიტი არავის ნაკლები ჭეშმარიტი ურთიერთობა და გვერდში დგომა და ერთგულება არ გააჩნია არც სოფლეს და არც რაიონელს
სახელსაც ანუ ეს გამორჩევა ჩემთვის გითანხმები. აი ძალიან უდიდესი სამეგობრო მყავს როგორც ქალაქში ისე სოფლებში და რაიონებში და კარგი და ცუდი ყველგან არის. კი ბატონო, ნამდვილად გეთანხმები. ბექა რა მაინტერესებს ახლა რომ ალილოში იყავი 2018 წლამდე ხო და მე სხვა ანუ ცალკე შექმენი დათვარჩვადესთან ხო მე და დათომ ხო გავაკეთეთ კვარტეტი 1-2 წელი ვიყავით რაღაცა კარგი სიმღერები ჩავწერეთ სხვათა შორის და მე ვეღარც იქ მოკლეთ რა ის უნდა ამ ამბავს თუ ხარ უნდა იყო დისციპლინა ხო პარალელურად ანუ გრაფიკი აქვს თავისი რეპეტიციები გინდა სან უნდა ანგრევდე ყველაფერს და ის იყო რეპეტიციას თუ აცდი ჩარჩოდან ამოვარდნილი ხარ სულ უნდა რეპეტიციობდე და უნდა იყო რა ჩარჩოში და იქაც მე ხო დავიშალეთ დათო ეხა მაგით არ ცხოვრობს და ეგ არის მაგის სუნ თქვა დათოს დღემდე სულ რაღაც მაგებში რეპეტიციები ანსამბლები კვარტეტები მე ვერ ვქენი და ხო არ გწყდება გული მაგაზე ასე რომ ჩამოშორდი ხო ანუ კი მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ეხა რაღაცას ჩავწერ თუ KP-ა ბიჭებს შევყრით და ვქეიპობთ არ ვარ შორს მაგრამ ისე პროფესიად აღარ არის რა სხვა რაღაცები გამოჩნდა ცხოვრებაში და იმას უფრო მეტი დრო ჭირდება და ასე რომ ვერ და ალილო და რომ წამოხვედი რაღაც ანუ შეიძლება მე ვცდები მაგრამ იყო რაიმე უთანხმოების არა ის იყო რომ ვერ დავდიოდი რეპეტიციებზე და არ გამოდიოდა ხო მე საზღვარგარეთ მომიწია წასვლა 1-6 თვე იქეთ ვიყავი და მე ჩამოვედი და უკვე და ასე ვთქვათ საბოლოოდ ხო არა ანუ ხო ვერ გამოდიოდა და ეხა ბიჭების ხელს ხო არ შეიშლიდნენ და არანაირ უთანხმოება გაზრდები ვარ და ერთად გავიზარდეთ 18 წელი ერთად ვიცხოვრეთ და რა არის შენთვის ქართული სიმღერა მე ესე ვიძახი მოკლედ რა ჩემი ჟანგბადი ყველაფერი ძალიან დიდი რამეა ძალიან აუხსნელი თუ არ იგრძენი ადამიანმა სხვას ვერ აუხსნეს ისედაც მღერი ხოლმე ისე აი მაგალითად ღიღინებს სახში კი როგორ არა ისედაც ხანახან რაღაცებს წერ და ესე რომ ვთქვა ჩემ ჭიას ვახარებ კარგი ხო იცი მაინტერესებს შენთვის ანუ ხშირად მაი რამდენი რაღაც მომისმენია შენ შესახებ და შენ რასაც ყვები ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის მეგობრები აი რა არის შენთვის ნამდვილი მეგობარი ვინ არის ესეთი დაახასიათო ნამდვილი მეგობარი იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი მეგობარი გყავს და კი და ის არის ესე ვამბობ ხოლმე რომ არავიზე ნაკლები მილიარდერი მე არა ვარ ჩემი მეგობრების შემყურე ესე მიყვარს ხოლმე ადამიანი დიდარი ხარ როდესაც ყავს კარგი სამეგობრო მაგრამ ყოველთვის არის რაღაც შეცდომები ისეთი რომ არსებობენ ადამიანები ფარსი ადამიანები არსებობენ მქონია ცხოვრებაში რაღაც აი დაღმავლობის პერიოდი ისეთი ხალხი გამქრალა რომ აი ძალიან ხო გამწარებული რო ხარ შინაგანა და რატო ღმერთო აი ეს რატო გაბრაზებული რო ხარ და დრო გადის და მე ღმერთს მადლობას ვუხდი რომ მადლობა უფალო რომ ეს ხალხი ესე დამანახე ანუ ღმერთი უშვებს იმას რა იმ მომენტში კი ვიყავი გამწარებული რომ რატომ ხდება ესე და მე მადლობას ვუხდი რომ ეს ფარსი ხალხი არსებობენ ყველას მოსდის ეგ ყოველთვის არის ეს ფარსი ხალხი და რთულია რომ ძალიან დიდი გულისკენა არის და ყოველთვის იქნება ადამიანი არა ერთგული სადღაც შემოგეპარება მაგრამ ღმერთი უშვებს იმას რომ დაგანახებს არ არსებობს რო არ დაგანახოს რაღაც ასპექტში ყოველთვის არის ეს რომ მაგრამ ყავს სამეგობრო რომელიც არის უდიდესი იმედი შენ ცხოვრებაში ადრე იყო რაც უფრო ასაკი გემატება თხელდება ეს ხალხი საუბედუროდ ბევრი გარდაცვლილია უკვე ჩემი ბავშვობის დროინდელი უერთგულესი მეგობრები შარშანაც დამეღუპა ძალიან ახლო მეგობარი გიგა
მომთათიზე აი რამ ერთ-ერთი საყრდენი კედელი იყო ჩემი. აი რასაც მეგობარი ქვია. რო არ გეკითხება რისთვის უნდა დაგიდგეს გვერდში. როცა ჭიროა შენ გვერდშია. მაგრამ არის ხალხი ერთგული ხალხი ყოველთვის. მაგრამ მაშინ რო თითებს ავწდებოდით და რო კითხავდა ადამიანი რამდენი მეგობარი ყავს 10, 15, 20 რო წავიდოდი. ეგრე არ არის. და ეხლანდელი გადმოსახედიდან აი რა არის ნამდვილი მეგობრობა შენთვის? აი ნამდვილი მეგობრობა არის შენს მეგობრებს და ვის დაგჭა ესეთი ცხოვრებისეული იმედია. იმედი რომლითაც ადამიანი ცოცხლობს. ნამდვილი მეგობარი არის დიდი სიმდიდრე და იმედი რომ იცი ადამიანი არსებობს და არ ხარ მარტო. რომელსაც ანდობ ოჯახს თუ არის ეს სიტუაცია რომ ვერ ხარ შენ, ანდობ ოჯახს ადამიანს შენს იგივეობას რო გასწევს ადამიანი ეს არის ნამდვილი მეგობარი. რაც ალბათ ყველა ადამიანს გააჩნია და ყავს. სამწუხაროდ ბევრი არ არის და ვერ არის, ალბათ არც არის საჭირო. ბევრი შეცდომაც სხვანაირადაც აღმიგვხავს ადამიანები წლების მერე მინახავს რომ ისე ვერ ყოფილა, მაგრამ ეს ყველას მოსდის ალბათ. მადლობა ღმერთს ის თიძე ჩამოსათვლელები რომ არიან ერთგულები. ეხა ახლობლები და ნაცნობები არის უამრავი. რავი საქართველოს მასშტაბით ყველგან, მაგრამ იმ ხალხზე ამხელა იმედებსაც არ ამყარებ ადამიანი. თუმცა ბევრი ისეთ ადამიანზე რომ მართლა იმედები გაქვს დამყარებული, მანდაც შეცდე შეიძლება ადამიანი. ხო, ანუ არ ხარ დასწავლული. ხო, არა, მაგრამ ათვა ერთგული ადამიანი ყველგან არსებობს. მაგრამ მაინც პირველი ჩემთვის ოჯახი სავარაუდოდ ჩემი გადმოსახედიდან ერთგულებაში მაინც ოჯახია. ოჯახი რო ერთგული ადამიანის ისე არავინ არ არის. ეს ოჯახი შეძენილ ოჯახს ანუ შექმნილი ოჯახის და საიდანაც მოდიხარ. ოჯახი აი მაგალითად 2009-ში რაღაცა პერიოდი ციხეში მომიწია რა და 4 თვე თუ რაღაც. და იქ ჩემთან ერთად საკანში ერთი კაცი იჯდა, რომელსაც 22 წელი ჰქონდა. ამ კაცს ძალიან დიდი წარსული ჰქონდა. კრიმინალი იყო ეს კაცი და გაგებულიც კი მქონდა ამ კაცს სახელი, სადღაც აი რომ მითხრა ის ზედმეტსახელი მისი, აღვიქვი თავის ისტორიებით. ერთ-ერთი ისეთი ცნობილი 22 წელი ჰქონდა ამის ჟილი და შემდეგ კიდე დაუმატეს და ამ დამატების პროცესის მომენტში იყო ჩემ ციხეში. იქაც რაღაც 4-5 წელი დაუმატეს იქ. იმხელა ისტორიებით იყო ეს კაცი, აი სახლებს შუქნიდა ხალხს და მანქანებს შუქნიდა და ნუ დილარო თენდებოდა, ნუ ჩამწკრივებული. და ეს ამხელა სასჯელი რო ქონდა წინ 22 კიდე +5 წელი. მხოლოდ და მხოლოდ დედა მოდიოდა მის სანახავად კვირაში ან ადრეში ერთხელ. არავის ჩემი ამბავი აღარ უკითხავსო. საერთოდ დედამიწაზეო, მიუხედავად იმისა, არსებობს ხალხი გარეთ, რომლებიც ჩემი მეშვეობით დგანან ფეხზე და სხვადასხვა ისე არა მარტო ცოცხლობენ, რომ აწყობილი აქვს ცხოვრება ჩემი მეშვეობით და ის ხალხის კი რაღაცა თუ 1000 ერთხელ შორიდან მომიკითხავენო და ეს საწოდავი დედა რაღაცა ბაზარში წვანილებს თუ რაღაცებს ყიდდა მახსოვს და მხოლოდ დედა იყო ამ ადამიანის ამბის მკითხველი. ანუ მე პირველი მაინც არის ოჯახი. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ოჯახი არის მთავარი და პირველი. ბეკა, შენ ძალიან ესეთი ახლო კავშირი გაქვს ეკლესიასთან. ნუ გარდა იმისა, ხარ აზეც ვისაუბრეთ, რომ ალილო აკურთხა, ასე თქვათ. პატრიარქმა თავად ხარ ძალიან ესეთ დაახლოებული და მე მგონი ზოვრეთის მონასტერში წავიდები. ხო, მოძღვარიც ყავს. თუმცა ამასთან ერთად მე როგორც გავიგე, ანუ უბრალოდ შენი მონაყოლიდან სხვადასხვა ეთერებში იმდენად ეკლესიური არ ხარ, რაზეც თუ არ იყავი. არა, უნდა ეს უნდა თქვა ადამიანმა, ანუ მაქვს და მინდა რომ უფრო ვიყო, ესე რომ თქვა, ანუ ეგრე სახარებისეულად ვერ ვცხოვრობ. მაგრამ ვცდილობ რომ ვიყო. და მაქვს ისა ურთიერთობა კი არა, მეორე ოჯახია ჩემი ზოვრეთი და მამა იოანე და იქ ბერები, აი ვინ არის ერთგული ხალხი ცხოვრებაში. ერთგული ძმაკაცები არიან აი იქ.
რა თქმა უნდა გარეთას, მაგრამ ბერებზე მაქვს საუბარი. წამით რო არ დაფიქრდებიან შენ გვერდში დაგიდგნენ. მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ეკლესიური, ანუ რა ისი როდესაც ადამიანმა იცი და უფრო გათვიცნობიერებული ხარ რელიგიაში და ამ ეკლესიურ ცხოვრებაში, უფრო მეტი მოგეთხოვება. რომ იცი რომ ეს ცოდვა და ვერ ასრულებ უფრო მეტი მოგეთხოვება. არც ის არ არის გამართლება, არ ცოდნა, არ ცოდვა, ეგ სისულელეა. რო არ იცი ეგეც ცოდვა. მაგრამ რაც უფრო შიგნით ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება, რომ იცი ყველა რა არის და რა დანაშაული და რა ცოდვა არის და ესე ჭიდაობაა. თვითონ ბერსაც რო კითხო, ბერის ჭიდაობს. სულიერებისთვის, ანუ ჩვენი გადმოსახედიდან ის არის უსუფთავესი ადამიანი, ხა წარმოვიდგინეთ ცხოვრება გადადებული აქვს და 24 საათი ლოცვაში ან მაგრამ იმასაც რო კითხო, ისიც ჭიდავს, მე თავს კი არ ვადრე, მაგრამ ანუ ლაპარაკი რო იციან ადამიანებმა, ისე სხაპასხობით ჩამოგითვლეს, შეხვდები ადამიანს ყველა კანონს და ყველა იმას და საერთოდ არც ცხოვრობს ეკლესიურად, ეგ კიდევ უარესი ცოდვა. ამიტომ ვამბობ მე რომ ეხა ვიცი ბევრი რამე, მაგრამ ვერ ვაკეთებ. და ვცდილობ მაქსიმალურად რომ შევძლო ამის გაკეთება და ვარ ამ ჭიდილში. ხო, იმიტომ რომ წინა სტუმარი მყავდა მამასაბა და ზუსტად მასთან მქონდა მქონდა ეს. ახლოესია მამასაბა, ნახე კი. და ის ზუსტად ამ საკითხზე მქონდა ესეთ საუბარი, რომ რამდენად ერთმანეთთან არის დაკავშირებული დაუშვათ ეკლესიურობა და მორწმუნეობა, ანუ შეიძლება იყო მორწმუნე ადამიანი, მაგრამ არ იყო ეკლესიური ან პირიქით, ხო? კი, ეგ არის. ხო, ნუ აი ეს მასთან დაკავშირებით კითხე ეს და მაინტერესებს ზოგადად აი რა მიგიყვანა აი ანუ მონასტერში რა მიზეზით მიხვედი თავიდან და რომ დადიხარ, რას გაძლევს აი ზოგადად პატარა ბავშვობაში დავყავდი ოჯახს, ეხლა დედაჩემს დავყავდი ხშირად ეკლესიაში პატარაობიდან, ბებია ეხლა გარდამეცვალა, ერთი წელიც არ არის, ძალიან ეკლესიური იყო აი მონოზნური ცხოვრების ცხოვრობდა ეს ქალი რა და ძალიან ეკლესიური და ბებოსას დავყავდი სულ და სულ მქონდა შეხება, ანუ მაზიარებელი პატარაობიდან ვიყავ. მე მოწყვეტილი ვიყავი ესე ესე 24 საათი ვკეიფობდი და რაღაცა მოწყვეტილი ვიყავი ამ ყველაფერს, მაგრამ შინაგანად რაღაცა მაქსიმალურად ვცდილობდი რომ მოთხოვნილება გქონდა ხო თითქოს ხო? ხო, ანუ ეს როდესაც რაც უფრო ღრმად შედიხარ, უფრო სხვა ამბები ხდება, სხვა სიხარულია და სხვა ხედვებია და სხვა ბედნიერება გეუფლება, უდიდესი იმედია ეხლა როდესაც ადამიანი იცით ხათთან გახარ და ელაპარაკები, რა გულითაც ელაპარაკები, ზუსტად გამორიცხულია იქ. ღმერთი გვერდში არა, ის ზოგადად ისედაც ყველა ადამიანს უფალი უდგას გვერდში, მაგრამ იქ კიდევ უკვე სხვა ამბავი. და ეს მქონდა ეკლესიასთან უცხო არ იყო ჩემთვის და მზოვრეთს რაც შეეხება, იქვე არის დედა მზოვრეთამდე ორთუბნის დედათა მონასტერია, ჩემი უახლოესი ადამიანი არის წინამძღვარი, დედა მარიამი, ჩხაიძია ისიც, ახლობლები ვართ ძალიან, ისიც ოზურგეთიდან არის და დედა მარიამია წინამძღვარი და დედა მარიამთან ვიყავი 2009 წელი იყო, სანამ დამიჭერდნენ. და სულ მეუბნებოდა რომ აქ ერთი ბერიაო, ჩემი ძალიან უახლოესიო, მაშინ ეს მამა იოანე ცხოვრობდა, ხე ქონდა გამოჭრილი, ხე. ანუ დიდი ხე არის, ეხლა დღემდე ხალხი ნახულობს, ტურისტები დადიან ქოზიფას მონასტერში ეს ხე და ამ ხეში ცხოვრობდა მამა ეს იოანე, მამა იოანე. არც კელი აქონდა არაფერი. ცელოფანი აფარებული, ზაფხულ, ზამთარში გამოანგრევდა თორს ესე გამოდიოდა რა ამ კელიიდან, უდიდესი ადამიანია და სულ მიყვებოდა რომ არის აი ნამდვილი ბერი. აქ სასწაულებს ეს ეკლესიურ ადამიანსთან თუ არ ვარ ამ ამბებს არ უყვები ხოლმე ზოგადად რა ზოგი იტყვის გააფრინა ამანო და მაშინ რო პირველად რომ შემახვედრა მამა იოანეს დედამ ესე გამომხედა და აი რო შევხედე ამ ადამიანს იმხელა ძალა აქ რომ მართლაც რომ ბერია და ესე მიყურებს წამები ის გავდა არ წახვიდე თბილისშიო მეუნება რა ესე პირდაპირ და მეთქი ან რა იცი თბილისში რომ მივდივარ ან რა უნდა არა მეთქი საქმე მაქვს თქო და ჩემ ეს მითხარ წახვიდე თბილისში და მიკატრიალდა და იქ ჩვეულებრივად გავაკ წამოვედი იმ დღეს თბილისში და დამიჭირეს ანუ რო წამოვედი მეორე დღეს
დამეჭირეს და ხო და ზუსტად დამიდგა თვალწინ და მე ისა ადვოკატი შემოვიდა და მამამ შემოგითვალაო რომ ხო გახსოვს რომ გითხარი არ წახვიდე თბილისში და რომ გამოვედი გავარდი პირდაპირ მამაოსთან და იმის შემდეგ თუ კი რამე უთქვას მე აღვიქვი ყველაფერი რომ აი თურმე ეს ადამიანი მე ხა ჩემი მამა არის სულიერი და წინასწარ მანამდე დღეს მერვე კლასში ჭუი მომივიდა რაღაც უკვე რო დავიწყე ურთიერთობა მამასთან და რომელიც საერთოდ არ მახსოვდა და ეს გამომიტრიალდა და მეუბნება რომ მერვე კლასში რომ შენი ის ბავშვი დაჩაგრე რომელიც საერთოდ არ მახსოვდა შენ და შენმა მეგობარმა თელი დღე დაღამე 10 დღის განმავლობაში დედა და თავის თვითონის ბავშვი 24 საათი ტიროდნენ და რაღაცა გამახსენდა მართლა რაღაც ჭუბი მოგვივიდა გავარდი დაუწყე ძებნა იმ ჩემი ერთი წლით უფროსი იყო ეს ბიჭი ვიპოვე ეს ბიჭი გაგიჟდა სიყარულით რომ მივედი ეხლა ამდენი წლის ამბავს და მეთქი ბოდიში უნდა მოგიყავდო არც იმას არ ახსოვდა არაფერი მეთქი ასე რომ ვიჩხუბეთ რაღაცა კაიო რაზე მებოდიშებიო გაგიჟდა კაცი და ესეთ რაღაცებს გეუბნება სულ უთხარი საიდან კი ყველაფერი უთხარი მე იქ ვიქეიბე დავლიეთ ჩავეხუტე უფრო და ისე დეტალურად გამახსენა რომ აი ყველაფერს ხედავს ძალიან ძლიერია რაც არ დაუჯერე ყველაფერი ჩამომეყო თავზე დღესაც ეხა რაღაცას ველოდები და უნდა წავიდე ეხა უცირებლად აი დღე-დღეზე ერთი 20 დღით მაინც წავალ რა იქ არის სულ სხვა ამბავი აი ნამდვილი ჭეშმარიტი ურთიერთობა და სულისთვის ეგ არის აუცილებელი თორე რაც არ უნდა ვიფრთხიალოთ ჩვენ ამ ქვეყანაზე რაც არ უნდა ვიტყვით ერთ წამში ჩამოგემხობა თავზე ყველაფერი. როდესაც აურევ პატარას იმის რაღაცა დარიგებას არ არსებობს თავზე არ ჩამოგემხოს ყველაფერი და ეხაც ვიყავი რამოდენიმე დღე დავდივარ ხშირად დავდივარ ისედაც და ეხლა უნდა წავიდე და იქ ხდება სასწაულები. და იქიდან ალბათ უფრო კი შემართებით სულ შემართებით მომდივარ. ანუ ესე გილაგებს რა მთელი წინასწარ დიდხანს შევი ხოლმე კი 4 თვეს ყოფილი ვარ 2018-ში ვიყავი 3-4 თვე ვიყავი და როგორც ისინი ცხოვრობენ ფერების ხო ანუ ეხლა ესენი დიდმარხვაში საერთოდ კვირაში ერთხელ ტრაპეზობენ კვირაში ერთხელ ისიც ესების გვერდს და წყალს წამოიდგინე სად არიან რომ კვირაში ერთხელ და ისე მაგ რეჟიმში არ ხარ შენ ხა იქ სტუმარი ქვია მაინც და ტრაპეზია ჩვეულებრივად ილასაღამოს არის ხორცი საერთოდ არ აქვს მონასტერში ალკოჰოლი საერთოდ არ არის მონასტერში არც გახსოვს მაგ პერიოდში არა კაცო და ისა იცის ხოლმე თვითონ თქვა სადაც ალკოჰოლი არის მონასტერში ანუ არაფხიზელი ბერი ძალიან ცოდვაო იცის ხოლმე თქვა არ შეიძლება სიმთვრალეში მყოფი ბერი ძალიან ცოდვაა ანუ ბევრ შეცდომას დააშვებინებს ბოროტიო და არც ალკოჰოლი არც ხორცს არ ჭამენ წარმოიდგინე ხა კვირაში ერთხელ რო იტრაპეზე და თვითონ მამაოს რო ეტყვი რომ მამაო ვიტრაპეზოთ არც მარხვა არით არაფერი არ მინდა 5 დღის წინ ხო ვიტრაპეზე გეტყვის აუ იქ სასწაულები მაქვს ნანახი მე ჩემი თვალით კიდევ ერთხელ ვიზახი ისე ადამიანებს არ უყვები წმენა და დისციპლინა. აი დისციპლინა არის ისეთი, რომ აი ნამდვილი ბერები არიან და მოძღვარიც თვითონაც ისეთია, რომ ჭეშმარიტი მწყემსია. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო არის. ცოტა ჩვენს მამა საბას და მამა შალვას უახლოესია, მამა ივანი იქ დადიან ხშირად და ანუ ჩვენ ერთი ის ვართ რა, ძალიან მეგობრობთ. ერთი დიდი უნიკალური ოჯახია ეს ხალხი. ბექა, აი ხშირად ახსენებ ხოლმე აი დაუშვათ სუფრას დროს ტარებას. თუმცა ეხლა რაც ოჯახი შექმენი 2018-ში ხომ ხო ანუ მაინც რაღაც უფრო შეიცვალა ალბათ რა მიმართულებით. იმიტომ რომ შესაძ ახლა უფრო ასე ვთქვათ მარტო ხარ სინგლ ან ეგ არის ბოჰემა იყოს განსხვავებული ცხოვრება არის. ახლა ოჯახი როცა ყავს სულ სხვა არის და მადლობა ღმერთს უნიკალური მეუღლე მყავს გადასარევი ვერდულესი და გვერდში მდგომი წეღანას აღნიშნე. ეხლა ველოდებით ორ თვეში ბიჩს ისე მეორეს და კარგი ამბავი. რა თქმა უნდა შეიცვალა.
ის ცხოვრება რაც ვიგულავეთ აი ესე რომ მოკლედ რო გითხარით 50 კაცი სიცოცხლე მაგრამ ამასაკამდე ნაცხოვრები აი მართლა ვიზახი არაფერი ჩვენ არ დაგვიკლია განსაკუთრებით მე და გავიარეთ ის და უკვე აუცილებელი იყო მადლობა ღმერთს შენი ბუდე სიწყნარე და უკვე სხვა ეტაპებია ცხოვრების შვილების აღზრდა ოჯახი და უკვე სხვა ბედნიერებაა იმან თავისი ქნა იმ ყველაფერმა არ დაგვიკლია არაფერი არ დამიკლია არაფერი უმაღლეს დონეზე იყო ეგ ბოჰემური ცხოვრებას და ყოველად დროს კარგვა იყო მაგრამ ეხა იყო ასაკიც ისეთი იყო რომ ეგ იყო თავარი რომ ვის ადრა გვექეიფა სად რომ ღამის კლუბში გვეგულავ ეხლა სულ სხვა ეტაპია რაც ისე ანუ აი შეგნებულ ასაკში ასე ვთქვათ შეგნებულ ასაკში შექმენი უკვე ეს ოჯახი ანუ მეორე ოჯახი იმიტომ რომ პირველი პატარა იყავი კი პატარა ვიყავი სხვათა შორის ძალიან კარგი შვილი მყავს ბარბარე პიანისტია სერიოზული კონსერვატორიაში სწავლობს ძალიან დიდი მომავალი აქვს უჭკვიანესი და უკარგესი ადამიანია და მეორე ოჯახი ზრდასრულ ასაკში მაშინ პატარები ვიყავით კი ბატონო როცა პირველი ოჯახში ხო და ეს რაღაცნაირად ხო არ ასე ვთქვათ ამან ხო არ იმოქმედა კარგად დადებითად რომ უკვე შენ გავლილი ქონდა ყველაფერი და ანუ შეიძლება ვიზახი ანუ აი მე ხა მეგობრის შვილებთან მაგ ხოლმე პატარები რო არიან და ზოგს უთქვამს ზოგი პირიქით ცოლი მოვიყვანო რაღაც აი 18 წლის ანუ ჩემი თუ მისმენს ვარ მისმენს არ ვიცი მაგრამ სულ უხსნი რომ ჯერ შენ რაღაცები გასავლელი თორემ რამდენი ოჯახი დანგრეულა ან პატარები პატარას ანუ კი არ ვეწინააღმდეგები ამას შეიძლება ხარასწორად გამომივიდეს მაგრამ ჩემი აზრით უნდა ნახო ადამიანმა უნდა გაიარო თორე ხა ოჯახი რო ყავს ადამიანს და 24 საათი გარეთ არის და მეუღლე რო სახში ელოდება ეს ოჯახი დიდხანს ვეღარ ფუნქციონალ იშლებიან აი ალბათ რომ ჩემი აზრით რომ გაივლის თქვათ რა ქვია მას რომ იგულავებს თუ რავი რა მოსჭამს თავისას მე მგონი მე უმჯობესია ვიდრე შეხება დანგრევას ხო ანუ ძოლი რო ყავს გას და ხან ვიღასასთან გეღვიძება სახში და ხან ვიღასასთან ათენებ ანუ ქალებს გოგოებზე მაქვს ლაპარაკი და მგულო მე მგონი ჯობია ეს ყველაფერი მოჭამოს ადამიანმა და გაიაროს და შემდეგ ხო ანუ წინასწარ ყველაფერი ქონდეს ზოგი რა თქმა უნდა ერთგულია ის 18 წლის რამდენი მინახავს აბერდებიან ერთმანეს ღმერთმა კარგად ამყოფოს ყველა მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ანუ სერიოზული ნაბიჯია რეალურად ოჯახის შექმნა და არის ძალიან პასუხისმგებლობა როგორც შეიძლება და აი პატარასაში არ არის ეს პასუხისმგებლობა მაინც მშობლებზე დამოკიდებული უმეტესი შემთხვევა ესეა და სხვა ამბავი უკრის თავში კაცს და ახალსას კაცს და აი იმ შენი წარსულიდან რა გაკვეთილები გამოიტანე ხა გიფიქრია დაუშვათ ან რა იმას აი ეს არ უნდა გამეკეთებინა ან გინანია რამდენის გინდა როგორ არა მარტო წარსულიდან დღემდე რამდენი რამეა რომ ეს არ უნდა მექნა სულ სინანულში ეგ თუ არ გაქვს ადამიანს შენ თავთან შეცდომების აღიარება მაშინ ვერც რა აზრი აქვს ვერც მომავლისკენ ვერ იქნები ჯანსაღად ვერც აწყოში ყოველთვის რაღაც შეცდომა მოგდის თავარია ჩემი აზრით თავარია ეს შეცდომა არ იყოს არ უღალატო ადამიანს რა ჩემთვის უპატიებელი შეცდომა ღალატი რაც არ უნდა დაემხო მუხლებზე ადამიანი მე ღალატი მე მგონი რომ უპატიებელი არ ვიცი თუმცა შეიძლება გამოსწორდეს ის ადამიანი მაგრამ დანარჩენ შეცდომები ყოველთვის ის არის როდესაც სინანული გაქვს ადამიანს მე მგონი მოგვარებადია სწავლობ ჭკუას რომ ის აღარ დაგემართოს და ვინ შემსწარ ვართ ბევრჯერ შემსწარ ვარ და ცხოვრება მიდის და შენს რაღაც შეცდომებს სულ დაუშვებ აი ისიც გინანია როდესაც აი რის გამოც დაგიჭირეს თავის დროზე ხო იცი რა ყველას როგორ არ მინანი შეიძლება უკეთესად თქვა შეიძლება წაგეყვანა ადამიანს რაღაცა ყველგან არის ეს სინანული მიქეიფია და მინანია მაგალითად ანუ გადასარევით რომ მიტარებია მაგრამ მეორე დღეს რაღაცა მინანია სულ არის ეს რავი ჩემში სულ არის და მე მგონი უნდა იყოს ყველა ადამიანში აბა თუ სიბრალთ რაღაც სინანულის გზნობა სინდისთან თუ არ გაქვთ ურთიერთობა მაშინ მე მგონი დაღუპულია საკ
რაც შეეხება შენს ამ აი ხლა რასაც ვისაუბრეთ აი სინანულზე და აი რატო ვახსენე ხოლმე ის დაჭერის ამბავი ხშირად იხსენებ ხოლმე მაგას ყველგან ყვები და ერთ-ერთი მიზეზი ალბათ იმისა რომ ანუ ძალიან პოლიტიკურადაც დღესაც ძალიან აქტიური ხარ არის ის რაც მაშინ განიცადე პირადად შენ იმდენად არა როგორც ვიცი რამდენადაც შენმა ნაცნობებმა მეგობრებმა და ხო აი იმ პერიოდმა იქ ციხეში ყოფნის პერიოდმა შენზე პიროვნულად რა გავლენა იქონია როგორი გამოხვედი იქიდან და რა დაგრჩა ასე ვთქვათ იმ როგორი ბექა შეხვედი ასე ვთქვათ და როგორი მესმის ასე მეკითხები ანუ ეს რაღაცები სულ მესმოდა რაღაცებს ყვებოდნენ რაღაცებს არა ამ ამბებს ყვებოდა ხალხი მაგრამ ზოგადად ადამიანი ხო შენი თვალსაჩინო არ ნახავ კი რა თქმა უნდა ვიჯერებდი ხა უგულო და ის კი არა ვარ მაგრამ ვიცოდი რომ საშინელებები ხდებოდა მაგრამ ამას ვერც მე ვერ გადავცემ სხვას ანუ რას მე ვნახე რას არ უნდა მოვყვე ისე იმის ნახევარსაც ვერ გადავცემ ადამიანს იქ რა ხდებოდა ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი ადამიანს ფასი არ ქონდა იქ ისეთი ხალხი იყო თავმოყრილი რომლებიც ერთმანეთს ემარიაჟებოდნენ ვის უფრო მეტ სისხლს ადენინებდნენ ვის უფრო მეტ ფჭხილს დააძრობდნენ ამ ხალხს სად მოუყარეს თავი ესეთებს მე არ ვიცი მაგრამ ალბათ იქ უფრო მე ერყევა ტვინი ადამიანს ანუ ჩამოყვანილი ყავდათ ისეთი ადამიანები რომელიც თავის მთელი თავისი ცხოვრება რაც არ უნდა ეარსება იმ ადამიანს ალბათ ვთქვათ 80 წლის განმავლობაში სადღაც დაკარგულიდან ეს ხალხი ესეთი ჯანიანი ბიჭები ჩამოყავდათ იქ სისტემაში ვიცახ მთელი თავისი არსებობა ალბათ თავისი წვალებით შრომით იშოვიდა ერთი 80 წლის განმავლობაში ალბათ ეს ყველაფრით 20,000 ლარს 30,000 ლარს ალბათ 50,000 ლარს არც მაგდენს ვთქვათ ესეთი კაცი მოყავთ უნიშნავდნენ ხელფასს 1500 ლარს ეხა უცებ რო გითხრა 5 მილიონი გექნება ყველგან ხელფასი ალბათ იგივე იყო იმათვის და აჰა იბატონე 3,000 კაცი თქვათ აჰა აქ შენ ხარ მეფე შენ გემოზე ხარ უკვე იმას შეერყა ტვინი რო ვერ წარმოედგინა ისეთ ცხოვრებაში ისეთ რაღაცაში მოხდა რა ანუ ფსიქიკურად ფული გერიცხება მიდი ეს ნატანჯი ცხოვრების ჩაბოღმილი რაღაცები ანუ დაგროვილი რაც ქონდა მოანთხია და გადავიდა უკვე წამებაზე იყვნენ გადასული იმიტომ ის ვერც ნაცნობს ნახავდა იქ კატეგორია 80% მანდ ეგეთი იყო იმას არც ახლობელი შეხვდებოდა იქ არც ჩერეს ნათესავი და ეგეთი ხალხი აი გაბოროტებული ხარისთვალებით ოღონდ ვინმესთვის რამე აი ეს საფუძველი ვინმესგან ეპოვათ პატარა აი აფქვევდნენ და ამ კაცების და ბიჭების წამებით სიამონებას იღებდნენ ესეთი ჯოჯოხეთი იყო მანდ ენით აუწერელი არც ერთ ფილმში მე კაცის კივილი ეგეთი არ მინახავს მიუხედავად იმისა ანუ ბალიშებს კი არა რას არ ვიფარებდით იმას რა ქვია თავზე რომ ეს ხმა არ გამეგო ბოლოს მეთქი მე რაღაცა მეც გამთიშეთ მეთქი რამდენჯერ მიყვირია სიმწლისგან ანუ ხან ძალიან ახლოს იყო ეს გვერდზე საკანში იყო ხან საკანთანაც იყო გარეთ ხო გრძნობით ეხა ასკდებოდა ხმებს და იმ ერთხელ ადვოკატს გავყავდი და აბანო საერთო აბანოს შლანგით სისხლიან გასისხლული იყო სულ ეცხავდნენ ესე პატინკებიანი ისინი არ ვიცი ეს უბედურება ჩემი მოქმედა რომელია როგორ ანუ ძალიან დავისტრეს ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა რა მნიშვნელობა აქვს შენ გაწამებენ თუ არ გაწამებენ რო უყურებ ამ ბიჭებს რა უნდა ქნას ადამიანმა ესე რომ უნდა დაჭერილი ყავს უკვე ხო რა კაცო დაჭერილი ყავს უკვე სასჯელს ახთებინებ ეს წამება რაღა არის ეს რა უბედურება აი მაშინ მივხვდი რომ ეს ამბავი მაქსიმალურად უნდა გამომეტანა და მაქსიმალურად უნდა მეთქვა ქვეყნისთვის თუ არ ვცდები ძალიან ცნობილი ამბავია შენ რასაც ყვებოდი რომ აი გვამზე ხო მორჩი მეგობარი 5 დღე დაღამე მკვდარზე ყავდათ ეგ მაგათი ის იყო ხელწერა მარტო ჩემი მეგობარი რა ძალიან ბევრზე ვიცი რომ მორგში აგდებდნენ ესე რა და აი მოკლავდნენ ცემი და შეაგდებდნენ ეს რომ ამას წყალი რო შეასხეს 4 დღის მერე რაღაც რო გატოკდა კიდე ცოცხალიაო ბოდიში და ეს ჩემისა კიდე ცოცხალიაო და კიდე ურტყავდნენ ამ საცოდავს და
ეს ამ ამბებს იქ ციხეში იგებდი უკვე თუ რო გამოხვედი მე? არა, ეს ჩემი მეგობრისგან ვიცი, მაგრამ ეხა იქ მორგთან მე არ მქონდა შეხება, მაგრამ იქ ხმები გამოდიოდა, ძალიან ხმები და ეს რასაც ხედავდი სისხლი. გარეთ რასაც ხედავდით ეხა ეზოში, იცემდნენ გადაყვანა გადმოყვანა, ის დროს კლავდნენ ცემით იქვე, ანუ ვერ გაიგებდი რის გამო რა. მოვიდოდა ვიღაცა ყურში ეს გეტყოდა, თქვათ შვილზე, მეუღლეზე, დედაზე სპეციალურად იწვევდნენ რა და ეხა თავმოყარე კაცი არ უტარებდა იმას. ვიღაცა წუნწყლიანს შვილს რო ეხება და აგინებდნენ ბიჭები და ზოგი შეაფურთხებდა და მე 10 კაცი ესეოდა კლავდნენ და ერთმანეთში მარიაჟოვდნენ რომ მე იმას კბილები გავაყრევინე, მე თითი ჭხილი მოვაძრე, ნეკნები გაუმსხვრიე და ნუ რაღაცა უბედურება ხდებოდა. ვერც წარმოვიდგენი რომ ქართველი კაცი შეიძლება ეს. ანუ ქართველი კი არა, ამას სავარაუდოდ საზღვარგარეთაც არ უნდა გიქნას წესით ეს. ადამიანმა ეს არ უნდა უკნას ადამიანს. და მით უმეტეს შენ სამშობლოში, შენ ენაზე რო კაცი გელაპარაკება. მანავე ვერ წარმოგედგინა ალბათ ხო რომ ესეთი. არა, ამბები ხო მოდიოდა ეხა ნახევარზე მეტი სამეგობრო დაჭერილი იყო და ვიცოდი კიდეს რაც ხდებოდა ვიცოდი, მაგრამ ამას ვერ აღიქვამ ადამიანი თუ არ ნახე თორე როგორ არ ვიცოდი ბიჭები სულ იქ იყვნენ. განსაკუთრებით ეხა ჩემი ბავშვობის ძმაკაცები 90% ყველა ციხეში იყო შემდეგ და ვიცოდი მაგათგან როგორ არ ვიცოდი. მუცლებს იჭრიდნენ ესენი თავისთვის პროტესტის ნიშნად და რა ებრძოდნენ ამ სისტემას ეხა ვინც ვაშკაცურად იდგა. საშინელება. ხო და რო გამოხვედი მე აი რო გამოვედი მე მქონდა დევიზი რომ ეს ცოტა ჭკვიანურად რა ვეხარ ამ ხელა ბოროტებას დავეჯახე მაგით რომ ზუსტად იმასაც ვფიქრობდი რომ ვიღაცა დამაგორებდა ეხა ამ ამბის გამოტანა არ იყო პატარა ამბავი რა. ანუ შიშის ფაქტორი მაინც იყო. ხო არა, ნუ რა თქმა უნდა ეხა მაგრამ უთხარი ჩემ თავს რომ რაღაცა სამადლო საქმეს ვიზამდი რომ რაღაცა ვიღაცა ერთს უნდა გაეგო ეს. ცოტა ისე რა. მაგრამ საუბედურო დღესაც არიან რაღაცა ეს პლასმასის ადამიანები რო წერენო იტყუება და რაღაცეები. მაგრამ ეს დაზომბებულები ყოველთვის იქნებიან. ანუ ვისაც აწყობს მაგას ამბობენ. თორე ეხა მთელმა მსოფლიომის უკვე ეგ და კადრები არ ნახეს? კადრები ხო ნახეს? ის კადრები რაც ხალხმა ნახა, როგორ უნდა თქვა კაცმა მაგაზე საუკეთესო კადრი იყო, თუ საშინელება ხო იყო. ყველაზე ისეთი ამოარჩიეს, რომელიც ანახავი იყო. და ის ელჩებს და ვიღაცებს რო კადრები ანახეს, იქ გულწასულები გამოიყვანეს. იქედან იმათაც კიდე ცოტა გალაითებულები აჩვენეს. იქ რა ხდებოდა? ეს რატო საიდან მოუვიდა ადამიანს ქართველისთვის ეს არ ვიცი რა და ეხლა დგანან იქ სანატორიუმებიდან და კიდე რაღაცებს იძახიან აქეთ საყვედურებს და ვითომ ამ ხელისუფლებას რაღაცებს უსწორებენ. ეს ავადმყოფები ესენი. და იყო ეს ციხის ამბავი ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შენ ანუ რაღაც აქტიურად ჩაები ამ ხო, წინა ხელისუფლების ოპოზიციაში. ანუ ეს იმდენად წავიდა ეს ციხის კადრები რომ მოვყევი. უკვე იმდენად გაიშალა ეს თემა და იმ ხელაფურორი მოახდინა, რომ უკვე ჩავერთე იმ რეჟიმში რა, რომ უკვე ცოტა ანუ სადაც ვარ ეხა დღეს. ანუ მაგან დიდი ის ითამაშა რა. ხო ცოტა უკვე პოლიტიკური ერფერი მიეცა და ბოლომდე უკვე დავდექი და მე მოვყვები ამ ამბავს რა. ხო მაგან გარდატეხა მოახდინა მაგ ამბავ. იმიტომ რომ კიდე ის ხალხი ლაპარაკობს დღემდე მეორე მხარეს რა ამბავის ეხა მოვყვები იმ ყველაფრის შემქმნელებიდგანან კიდე რაღაცა განშტოება ვითომ სხვადასხვა პარტიებით და ხერხემალი და სიბოროტე და ტვინი ერთი აქვთ ამ დაგსაქსულ ვითომ იმას რო აგინებენ ნაცებს ეხა რაღაცა პარტიები. ამ დროს ყველა ერთი დაფინანსებელი ერთი, იდეოლოგი ერთი, ყველაფერი ერთი აქვთ. ნუ რაღაცა ეხა ერთ ორ პარტიაზე არ ვიტყვით. დანარჩენი ეხა ვინც აქტიურობს და სხვა სახელი რო აქვთ, მაგრამ რა თქმა უნდა. ხო, ანუ ეს სხვა სახელები ბოღმა უარესი აქვთ გათმაგებული, იმიტომ რომ ეს ხალხი ციხეში რაც მე მოვუყევი, ვინც ციხეში მაგას ჩადიოდა, ესენი ის ხალხია ერმა ყვავილებით მოიყვანეს. ყვავილებით მოიყვანა ხელისუფლებაში ერმა
და სისხლის გუბეებშიაც ურავა ის ერი. ეხლა ეგ ხალხი რომ უკან მოbrunდეს ამ ხელა ბოღმის ნიადაგზე, თქვენ თუ წარმოგიდგენიათ რა მოხდება. ისე შეფუთავენ ამ ყველაფერს, მან ხო გაეპარათ, რასაც შეეწინნენ ეგენი, ხო? ეხლა ისე შეფუთავენ ამ ყველაფერს, აღარც გაეპარებათ არსად. და უარეს ჯოჯოხეს მოაწყობენ კიდევ, რა უკვე გაწვრთნილები არიან, სადაც შეცდნენ. ამიტომ ამ ხალხის მოსვლა კი არა, ანუ არც განიხილება ზოგადად, მაგრამ ძირფესვიანად უნდა მოიძირყვონ ესენი საერთოდ, რომ აღარ უნდა ბედავდნენ ესენი, რომ სადღაც კიდევ ოდესღაც ვიღაც მოვა. ამათი მხრიდან. აი, იცი შენი რომელი ვიდეო მახსოვს განსაკუთრებით, აი შარშან უკვე შარშანძინ 2024-ზე მალე გადის დრო, რომ აი ეს რო იყო აქციები რო იყო აი ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით და მაშინ იყო ნოემბრის არ მახსოვს, როდესაც აი ერთ-ერთი ბიჭს თავში რაღაც მოხვდა, ხო და მე რო ხო ანუ რეანიმაციაში იყო და ებრძოდა ასე ვთქვათ სიკვდილს მაშინ და ნუ ხო ვითომ რომ ნერვიულობდნენ. ერთ-ერთი დავალება მაგათი დღემდე ის არის, რომ სისხლი დაიღვაროს, რომ სოციალურ პროტესტში გადავიდეს ეს ყველაფერი. ვითომ ვაიმე იღუპება და ღმერთო გადაგვირჩინე ზუსტად ხო ვიცი, ეხა მან ზუსტად ვიცი, რომ ერთი სული ჰქონდათ ის ბიჭი დაღუპულიყო, რომ აი ხალხი რაღაცა სხვათა შორის ცოტა რაღაცა ის ჰქონდათ ეს ხალხი ძალიან გააქტიურებული იყვნენ და ჩვენ და სამწუხაროდ აქედანაც ბოდიში ამ სიტყვის ხმარობ ხოლმე ხშირად ეს ორტრაკა ხალხი ბევრი გადასკუპტა იქეთ. ანუ თავის ინტერესების ზოგს ეგონა რომ შეიცვალა ხელისუფლება. ანუ შეიცვალა ხელისუფლება და აი შენიანი როგონია ის გადასკუპტნენ და გადიოდნენ რუსთაველზე და ეს ვიგოდნიკი ხალხი. რომ იმ ახალ მოსულ ხელისუფლებასთან გამოუჩნდა აგერ და ჩაუვარდათ კოზინაცარში და აი ეგ პერიოდი იყო რომ ვითომ ძალიან ინერვიულეს არადა მაგას ოცნებოდნენ რომ ვინმე დაღუპულიყო. ეგ იყო მაგათთვის პირველი დავალება იქედან რომ სისხლი დაიღვაროს. მაგრამ მადლობა ღმერთს არ გაგვწირა უფალმა და მართლა უმაღლეს დონეზე იდგა ისა რა ქვია ხელისუფლება აი უმაღლეს დონეზე იდგა რომ არაფერი ეგეთი რაღაც არ მოხდა ფიქრობ თუ არა რომ რაღაცნაირად ეხლა შედაც მოყევი და უშუალოდ ის რაღაც საშინელებები რაც ხდებოდა აი ეხლა თუნდაც აი აქციების დაშლის პერიოდი იქნებოდა თუ რაღაც დაკავების სხვადასხვა ისე იყო რა თქმა უნდა გადაცდომები რასაკვირველია მაგრამ ფიქრობ თუ არა რომ აი რაღაცნაირად უნდათ ისე შეეფუთათ თითქოს აი შეედარებინათ რომ აი მაშინ თუ ხდებოდა რა ეხლა ნაკლები ხდება კი მაგ დღემდე მაგას ანუ ხო ხშირად ხდება ხოლმე დღემდე ეგ არის ეგეს მაგ მოცემულობა მაგათი რომ აი უარესი და აი მწამებლები და იმ პოლიციელების ამბავი ვინმე მიკითხა ის ხლაპუშკები რომ მიუშვეს ბიჭებს და დაბუგეს და დაწვეს იმათი ისინი არ არიან ადამიანები იმათი ამბავი არავის არ უკითხავს ხო რო ადარებენ ხო აი ესენი არ არის ვიზე ნაკლები სადისტები ვიზე ნაკლები მწამებლები კი დღემდე შვებიან მაგას რა შედარება იმ ევროპის კადრებს რო დაუდებ რა დღეში ვარდებიან ევროპაში რომ მართლა აფქვევენ ხალხს აქციებზე და რო ლეწავენ რომელი ევროპისკენაც ეგენი გარბიან როგორიათ რომ აყვავებენ საქართველოს ერთი სული აქ ევროპას საქართველო ააღორძინოს თავიანთ ქვეყანებზე უკეთესად ეს ბოდოა რომელ ქვეყანას აქ ერთი რომელი ყოფილა აი ერთი მაგალითი მომიყვანონ სად ყოფილა რომ რაღაცა ქვეყანას მეორე ქვეყანასთვის უნდოდეს მასზე უკეთესი ცხოვრება სხვა ერისთვის უნდოდეს აღორძინება თავის ინტერესის სუფეხებზე კიდია იმას შენი ქართველები და საქართველო მაგ ბოროტებს სუფეხებზე კიდიათ მაგათ თავიანთი ინტერესები უნდა და რა უბედურებასაც იზამ თავი პირველივე მოთხოვნაში ხო იყო ერთსქესიანთა ქორწინება საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება რამდენი უბედურება აქვს ჩამოწერილი ან რატო მაგას ქართველიერი რო არც მინდა უშვებს გამორიცხულია რაც არ უნდა ესენი მომრავლდნენ კიდე ითვალისწინებდა ხალხი ეგ პერიოდი რა აი შენ რაც თქვი წეგან რო ხლაპუშკები მიუშვეს პარლამენტს და ცოტა ძალიან დაძაბული რო იყო უდიდესი არმია იდგა ხალხი უკვე მზად იყო ეხლა მან ის კონტაქტები გქონდა კი არა იმდენი ხალხი იწერებოდა რაიონებიდან რომ კიდე ხელისუფლებას ითვალისწინებდა ხალხი თორე ბოლო გადაივსებოდა ამ ხალხის მოთმინება გამოვარდებოდა მთელი ქვეყანა გარეთ
და მან მართლა საშინელება მოხდებოდა რა ამ ქვეყნის ამრევებს ერთ დღეს დაამთავრებდა და დაასრულებდა ხალხი. ხო, მაგის მერე იყო ზუსტად 17 მაისი თუ არ ვცდები და ხო მაშინ იყო რომ გამოვიდა ასე მე ვფიქრობ და ბევრი ამბობდა რომ ერთგვარი ესეთი დემონსტრაცია იყო იმ ხალხის ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო რაც ხდებოდა პარლამენტის წინ. ეს 17 მაისი კიდე ხო ვერ გაიგო ამ თელმა მსოფლიომ. ანუ ეს მოკლედ ჩვენი მენტალობა ეხა იმათ მაშინდელი ბაიდენის ამერიკას ხო როგორ გვებრძოდნენ. რამხელა ქვეყნებში მოახდინეს რევოლუცია. ალბან კადაფი, ხუსეინი, ანუ ამერიკამ სადაც დაიწყო, დაიყვანა ბოლომდე და გაუბედურებული ეს ქვეყნები სადაც ეგენი შევიდნენ. წარმოიდგინეთ პატარა 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში, მაგათ ეხა ხომ სოფლიო დონის ფსიქოლოგები ყავთ. ვერ დავიდნენ ჩვენ იდენტობამდე, ანუ რა გაგიჟდნენ ეს. ამ პატარა ერზეს, ამ ხუსეინს და კადაფს ჩვენი რამდენი ზვართ 10 იმდენი ჯიბეში ედოთ ისა რა ქვია ის ქონება ფულს ვიზახი რამდენი ზვართ მაცხოვრებელი. ეგეთი ხალხი აატრიალა ამერიკამ და ამ ჩვენ ამ პატარა ქვეყანას ვერაფრით ვერ მოგვიდნენ გააოსდნენ და მე 17 მაისის რო გამოვიდა მთელი ქვეყანა ეს ოჯახის სიწმინდეობა ვერ გაიგეს მაგათ მაგრამ იყო. ალბათ ბოლოს მართლა ღმერთის შვილებია ეს ხალხი ამათ ვერავის ვერ უზამ. ანუ ვერაფერს ვერ იზამს ბოროტი და ვიზახი ხოლმე რომ ჩვენ ვართ მაცხოვრის უფალი იესო ქრისტეს დედულეთში ვცხოვრობთ. ანუ ქართველები ხო, ნუ იყო ესეთი სიტუაციაც, ესა მამული ენას არწმუნება რო შეცვალეს და მამული ენას ერთობათი, ანუ ჩაანაცეს იმ პერიოდში. და წმინდა და ანუ ყოველთვის ვიზახი რომ საბოლოოდ ყველაფერს თავი დავანებოთ. ჩვენ ვართ იესო ქრისტეს დედულეთში ვცხოვრობთ, ქართველები. საქართველო არის უფალი იესო ქრისტეს დედულეთი. გამორიცხულია აქ მაგამ უბედურებამ მოიყაროს ფეხი. რა თქმა უნდა ეს იმას ანიშნავს რომ ჩვენ წამოვწვეთ და მაგათ ყველაფერს უფლება მივცეთ. ამ ჩვენ რო ვართ ამას ჩართულები, ჩართულნი ქვეყნის 80 და 85% ეს ღმერთის ჯილდოა რომ ჩვენ გავართ ჩვენი ქვეყნის სინდის ვიცავთ ჩვენ. და ჩემნაირი თანამოაზრე ბევრი და ჩვენნაირი ქალიც, კაციც, ბავშვიც ძალიან ბევრია, რომელიც ჩვენ ადაწესებზე ვდგავარ და ჩვენ წინაპრების თანატოვარზე და ანუ რაც ქართულია, ვიცავთ კბილებით და მადლობა ღმერთს დღევანდელი ხელისუფლება დგას ამ ყველაფრის კიდე სათავეში და ესე ვარ და ესეთი ბოროტი წეგან ბერები რო ახსენეთ უძლიერეს ბერებსაც კი არა ებრძვიან ესეთი ბოროტები ყოველთვის. ანუ სულ არის ეს მოცემულობა მაქსიმალურად და ვეცადოთ რომ ესენი დავასრულოთ. რაზეც საუბრობდით ახლა იცი გამახსენდა კიდე ის რომ აი იმ პერიოდში განსაკუთრებით დაიწყო ეს ამბები ხო ანუ რაღაც ბევრს შეეშინდა აზრიც გამოთქმის იმიტომ რომ ჯერ რომ რაღაც მასობრივად აბულინგებდნენ და ამიტომ უმრავლესობა ჩუმად იყო არაფერს არც იქ Facebook სტატუსებს წერდნენ არც და შენ ერთ-ერთი ისეთი აქტიური იყავი მაგ პერიოდში. კი, წეგან მეგვთქვი, რომ ანუ ისეთი ხალხი გაჩუმდა მაგ დროს ბევრს ეგონა რომ იცვლებოდა სახელმწიფო, ანუ ისეთი ხალხი გაჩუმდა და ის გაჩუმდა თავის აკეთილ დღეოთ, რომ ვაი და სხვა თუ მოვიდა, მე აქ უბედურებაში არ გავეხვიო და ეგეთი ხალხი გამოჩნდა ბევრი. მაგ ხალხს ვეძახი მე, მოდი შენთან და ვორტრაკა ხალხს. მან ძალიან ბევრი ჩემიანი რომ მეგონა მე პირადად და ბევრი ჩვენს რომ აბა ვაფშე ხმას არ იღებდნენ მაგ ბულინგის გამო რა ბულინგი თუ ომში ხარ იბრძოლე შენი ქვეყნის დასაცავად სოციალურ ქსელებში ისინი ყველაფრისთვის მზად იყვნენ თუ გახსოვს ეს პერიოდი ანუ მზად იყვნენ ეგენი ყველაფრისთვის რამეს დადებდი შეგესეოდნენ ეს Facebook-იც მაგათ ხელშია მაგ ბოროტების ხელშია და არეპორტებენ გარეპორტებენ ანუ ყველანაირად იყვნენ მზად რომ შენ ხმას იღებდი ბოჭავდნენ ბევრს შეეშინდა, ისეთ ხალხს შეეშინდა ხმის ამოღება შეეშინდა კი არა, რუსთაველზე გავიდა ესეთი ხალხი რომ შოქში ვიყავი. ეხლა რომ კიდე სხვანაირად ჭიკჭიკებენ და ზოგმა ბავშვ ბილეთები იყიდეს და საზღვარგარეთ წავიდნენ ოჯახებიანად. რამდენი ზგინდა, ვითომ ერთგულები. ანუ ბევრს ეგონა რომ всё იცვლებოდა ხელისუფლება და ვინც ვიდექით, ბოლომდე ვიდექით და ძალიან ბევრია ისეთი, ვინც ვიდექით. და ვიდგებით ბოლომდე კიდე. ჩვენთვის ახლა გურულები ვართ ორივე და მშვიდობასთან და მშვიდობით სადღიგდოთი მე ყოფილა სწორი და მოკლედ რეალურად ახლა შევაფასეთ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს მდგომარეობა
ჩვენი ქვეყნისთვის. კი გენაც ანუ და ხო, ანუ ის რომ გარშემო ყველგან რაღაც ხდება კონფლიქტები, საომარი სიტუაცია არის და ჩვენთან არის ესეთი. ეგ უნდოდა ჩვენ რომ სხვისი აი ამათ ხელში რო ყოფილიყო დღევანდელი ოპოზიციის ხელში რო საქართველოს ხელისუფლება შეგენი ყოფილიყო ზუსტად მე ერთი კვირას არ დაჭირდებოდა უკრაინის ომში ვიქნებოდით ჩართული 2 დღეში დაამთავრებდნენ საქართველოს ბოროტი ძალები ომში სადაც უნდა შესულიყავით ჩვენ ვიქნებოდით ნანგრევებში მთელი ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოების მაშველები იფრენდნენ საქართველოს თავზე რაღაცა თითო აი 10% გადარჩენილი ჩვენ გაგვასწორებდნენ მიზანს. თუმცა მაინც ხდება ხო გაუფასურება ხდება თითქოს ამ ეგენი მუშაობენ ამ ყველაფრის ანუ ის უკვე რა უნდა იყოს მაგაშიც ეგეც ყველაფრის მეორე ხარისხოვანი ხდება. ყველაფრის მზად არიან მაგასაც დასცინიან ხო ხედავ. ანუ ომი არ გინდათ? ანუ ხო ნახე ესეც უკვე გადაიყვანეს. ცინიზმში რა. ხო არ ვიომოთ, უნდა იომო ბიჭო, აბა ეს ძონძები ვინა უნდა იომოს. იქ ისეთი ხალხი იღებს კიდე ხმას, ეხა დღეს გააქტიურებულად აფხაზეთის ომში რო სრულწლოვანები იყვნენ. ბევრი ვიცი რომ მიაკითხეს სახლში. ერთ-ერთი რაიონელია ძალიან აქტიურობს დღეს და იმ რაიონის ბატალიონის მეთაური ჩემი უფროსი მეგობარია და იმან მომიყვა რომ ერთ-ერთზე რა არ მინდა ეხა სახელი თქვა. ვიომოთ სახლში რაც ჩანს რა. სახლში მივაკითხეო დედამისი გამოვიდაო ომში რომ მივიდიოდითო და კანკალებს 51 აქ სიცხეო და გამორიცხულიაო ეს გზაში მოგიკვდება და ლოგინის ქვეშ იყო შემძრალიო მე ჩვენი ზმაკაცი შევიდაო ერთი ნახო რა სიცხე აქვს და ლოგინის ქვეშ იმალებოდა ეს ფარჩაკიო და ეხა გამოდის და ვიომოთ ვინ უნდა იომოს გადაწყდება ჩვენი ამ მგლებ ჩვენ ჯარისკაცებზე რაც რაოდენობრივად ვართ ცოტანი და რატო რაც ქნეს 2008-ში ბიჭები შეუშვეს ამოხოც ეს ზუბაშკასესი ბიჭები იგივეს იზამდნენ ეხა 3-4 დღეში გაასწორებდნენ საქართველოს აი ერთ თვეში ვთქვა თუ გინდა და რა ეგ უნდოდათ ამათაც რომ ქვეყანა ჩათრეულიყო ომში ეს რამოდენიმე კაცის პირად ინტერესებზე წირავენ სამშობლოს თავიანთი ჯიბის გასხელებას ესეთი გაუბედურებული ხალხია დღევანდელი ჩვენი ქვეყნის მტრები გინდა ოპოზიცია დაარქვინა რას ფიქრობ როგორ შეიძლება რომ ანუ აი რაღაცნაირად მაინც აი დიალოგის კუთხით წავიდეს ურთიერთობა ეგ დიალოგი ძალიან კარგია მაგრამ ეს ამათ უკვე ისე აქვთ ამათ დიდი ხანია ნამუშევარია აი წეღანო ფსიქოლოგები ვახსენე გარე ძალების თავის დამფინანსებლებიანად ანუ თუ აკვირდები ამ ხალხს დიალოგში სადაც ეჭედებიან პასუხი არგუმენტი აღარა აქვთ ანუ ეს არარუსულ კანონს რა იყო ხო გახსოვს გამარჯობას ვეტყოდი არარუსულ კანონს სადაც პასუხი არ აქვს და სადაც ეს მართალი ხარ და ლოგიკურად რომ უნდა გამოყვეს ადამიანი პასუხს როგორ გცემს სულ სხვაგან რაღაცეები ისინი აქვს ტერმინები და ეს ანუ არარუსულ კანონს ჩასწვენ ანუ არ გელაპარაკებიან სადაც ეჭედებიან არა ანუ არგუმენტოდ გასკდებიან ეს ერთ-ერთი ხრიკია მაგათი რა ამ თელი დიდი პროგრამის ხრიკია რა ეს არარუსულ კანონს რა იყო ეხა თავიანთი მახო დააყვირა რო ისაო გერმანიის რუსეთი ევროპაო სადასაც მიაწვდიან გამოვლენ იმას იწყებენ სულ არ წხვენიათ ერთი თვით ადრეს ლაპარაკობდნენ რამდენი ფაქტი დევს სოციალურ ქსელში რაღაცას აი გამალებით იცავენ და უწყაბ ერთი თვის მერე შეაცვლებინებენ ის არ აინტერესებთ ეს ანუ ეს პროგრამულად მიყვებიან დაზომბებული თორე დიალოგი ყველგან ზოგადად ოპოზიცია ჯანსაღი ოპოზიცია ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი ნაწილია ოპოზიცია ჯანსაღი ამათ რა ქვია ამათ არაფერი არ ქვია რა არის აქ ჯანსაღი არანაირი არგუმენტი არანაირი დიალოგი არანაირი რაღაც ლოგიკას ასტენილი ამ ეტაპზე ვერ წარმოგიდგენია ყოველ შემთხვევაში ეს პერსპექტივა იქნება ეხა ბატონო პრემიერმა ხო თქვა რაღაცა დიალოგი ძალიან კარგია თუ ეგ გამოვიდა მაგრამ ამათ ეს აქვს ჩაპროგრამებული რომ არანაირი სადაც პასუხი არ აქვთ შემონა შერუსო შემონა შერუსო აქ ამთავრებენ ეგენი რა უნდა ელაპარაკო ეგეთ ძონს
რა სიტყვი აი ბულინგზე და აი ესეთ შეურაცხყოფებზე, რომელიც არის ხოლმე ხშირად სოციალური ქსელებით, აი თუნდაც შენი მეგობარი იყო ლაშა ბასანძე, რომელიც გარდაიცვალა და ჩემი ძმა იყო ლაშა, მაგრამ და კიდევ და მე მგონი ქონდა ხო მაგაზეც რეაქცია, ხო? გარდაცვლილზე სამარაკასე. ამ საკითხზე რა ანუ როგორ შეიძლება მოგვარდეს, ანუ ასე უნდა ვიცხოვროთ, რომ ერთმანეთი სოციალური არა, საშინელება, რა თქმა უნდა, ეგ დიდი პრობლემაა. კიდევ კარგი ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ პრობლემა ეს უდიდესი. ლაშა, ჩემი რა ვიცი, ღმერთმა გაანათლოს მისი სული და გაუმარჯოს სადაც არის. მაგრამ ედგა, მაგამ ბავში, მაგრამ ანუ ზოგი არის ამ ბულინგს ვერ უძლებს. მაგრამ აი რამდენს ველაპარაკებ. გარდაიცვალა და მე მაინც რაღაცა მოიხსენია და როგორ არის რა არის ეხლა მოკიდებ ქეჩოში ხელს იქ ვინც არის ეხლა ვინც მაგას ლაშაზე რაღაცებს ბოდიში კი არა და ამის გამეორებაც ამ რო ხადაობდნენ გარდაცვალებას როგორი კასტაა ეს ქეჩოში ხელი რომ მოკიდო კივის წივის ხმუტუნებს ტირის ეკავს სადღაც იქ ანუ არანაირი ფარჩაკი დაგვდება კლავიატურიდან მგელია გარდაცვლილ კაცზე პირადად შეხვდები არის ვირთხა ეგეთი ხალხია ეგენი ანუ რაღაცა მოწინააღმდეგე ყოველთვის რაღაც ვაშკაცური რო ყავს მოწინააღმდეგე გინტერი მაგას რა ჯობია ვირთხა რო ყავს ყველგან ცუდია ინ ტრათას და გინ ისეს თავის თავ ეგეთი კატეგორია ეგენი გარდაცვლილ კაცზე ხა რა ვიცი არაფერი წმინდა მაგათ არ გააჩნიათ სადაც მშობლები შეაძულეს უკვე დედა მამა უარყავი და შენ ხარ ამდენი გამოხდა ეგეთი ბავშვი მანდ ეგ ესეთი პროგრამის ნაწილია წინაპრებზე აღარ ვლაპარაკობ წინაპრებს დასცინიან ეხა ეგეთი ხალხი საქართველოს ხელისუფლებაში კი არა სადმე თანამდებობაზეც უბედურება მოხდება ეგეთი უდანიშნო შენთვის რა არის ქვეყანა საქართველო სამშობლო ასე ვთქვათ რამდენიმე სიტყვით რო ჩემთვის აი რა ვიცი უდიდესი გრძნობა ყველაფერი აი რა ვიცი სული გული ჩემი სამშობლო დროშა ჩემი ქვეყნის ჩემი ავი ოჯახი რაც არის პირველიდან და ღმერთი სამშობლო არის ის თუ ადამიანი შეეწირები შენ სამშობლოს სიყვარულში ეს არის ღმერთის დიდი ჯილდო მე ანუ ის რაღაცა აქტიურებული ამბავი რო იყო ეს მეუბნებოდი კიდე ღმერთს ყვარები ხარ უზომოტო ამ ყველაფერში ბიჭებო რაღაცა თუ შევეწირებით სამშობლოს სიყვარულს ვეწირებით ამაზე მეტი დიდი ბედნიერება რა არის ეხა უკვე მართლმადიდებელი კაცისთვის ყველაფერია სამშობლო გულის ფეთქვა პულსი არ ვიცი ყველაფერი რა ბედნიერება არის სამშობლო ჩემი არის ბედნიერება შენ მაგათთვის ბედნიერება სხვა რამეა მარტო და ერთგულება და შენთვის პატარა ბიჭი ყავს შვილი ხო გარდა კიდევ უფროსი გოგონას და ეხლა როგორც თქვი კიდევ ველოდები ერთ ბიჭს შვენიერი ამბავია როგორები კიდე გაიზარდნენ შენი შვილები და გინდა თუ არა რომ შენ გავდნენ ან ზოგადად აი როგორი შვილები როგორი მომავლით გინდა რომ გაიზარდნონ შვიდობიან ქვეყანაში ეცხოვროთ და ისურჩევნია მამულსა რომ შვილი ჟობდეს მამასა ძალიან კარგია იყვნენ ქართველები იყვნენ და ერთგული ხალხი იყვნენ არ გადაცდნენ რასაც წინაპარმა რაც მე დამიტოვა წინაპარმა და რაც მაგად გადაეცემათ იმას არ გადაცდნენ და ღმერთმა არ ვიცი რომ არ გამწირავს უფალი რაღაცა ეგეთ ამბავში გაერევიან ეგენი იყვნენ ნამდვილი ქართველები კაი კაცები უყვარდეთ სამშობლო უყვარდეთ დედა ეკლესია და იცოდნენ უფროსის პატივისცემა და მანდილოსის პატივისცემა ანაჩენი უგვარებადია ყველაფერი და უკვე ცხოვრება ანახებთ იყვნენ ერთგულები რაც თავარია მეგობრის და ოჯახის და ქვეყნის სამშობლოს დიდი მადლობა გაიხარა საუბრისთვის